Აგროსამრეწველო სფეროში ენერგიული ინოვაციური მეთოდები და უახლესი ტექნოლოგიები. ბათუმში საერთაშორისო ფორუმი დასრულდა. ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში. კონფერენციაში 12 უცხოური და 4 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში ლიტვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ერთობლივი მემორანდუმიც გაფორმდა. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შენახვა გადამუშავება, სამაცებრე მეურნეობების, მცენარეთა დაცვისა და სამექანიზაციო საშუალებების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს ფორუმის მონაწილეები სასტუმრო რადისონში 6 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. აგროსამრეწველო სექტორში დანერგილი სიახლეების პარალელურად 12 უცხოური და 4 ქართული კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს სოფლის მეურნეობაში მიღებულ გამოცდილებასაც უზიარებდნენ. ეს კონფერენცია ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ჩვენ უკვე თანამშრომლობთ ეკონომიკურ და აგროსექტორში. ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფორუმია. დღეს მონაწილეებს ჩვენი პროდუქცია გავაცანეთ, რომელიც ინოვაციურია. ეს არის ტექნოლოგია მაქსიმარინი, რომელიც ნიადაგში მცენარის ფესვის ზონაში ნესტს არეგულირებს. სხვადასხვა კომპანიების მიერ დანერგილი ინოვაციური მეთოდების გარდა ფორუმი მონაწილეებს კონტაქტების დამყარების საშუალებასაც აძლევს, ამიტომ მათი შეფასებით მსგავსი შეხვედრები საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად საუკეთესო საშუალებაა. იმედი მაქვს, რომ ეს ტექნოლოგიები, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი, საქართველოში უფრო და უფრო კიდე დაიხვეწება და ეს კომპანიები, უცხოური კომპანიები, რომლებიც ჩამოსულები არიან, შესაბამისად ისინიც დაინტერესებული იქნებიან აქ უკვე რაღაც ბიზნესის კეთებით და ამ ტექნოლოგიების შეთავაზებით ქართული ბიზნესისთვის. ფორუმის სახელწოდებით ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში აჭარაში უკვე მეოთხედ გაიმართა. მასში წელს 7 ქვეყანა უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, ბელორუსი, თურქეთი, ლიტვა და საქართველო მონაწილეობდა. ფორუმი ოფიციალურად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. დონერა სურმანიძე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და რეგიონის აგროპოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ფორუმის მიზანს წარმოადგენს პოპულარიზაცია მოახდინოს თანამედროვე ტექნოლოგიების, რომლებიც გამოიყენება აგროსასწავლო სექტორში, ასევე ფორუმის მუშაობისას შესაძლებლობა ეძლევათ როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ კომპანიებს გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია და გამოცდილება, ასევე დამყარონ ახალი კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ ფორუმი იქნება საინტერესო და ძალიან წარმატებული, იმდენად რამდენადაც ეს აძლევს შესაძლებლობას ჩვენს რეგიონს აგროსასწავლო სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა. რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ფორუმში აგროკომპანიების გარდა ოფიციალური დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს და ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრებით. დღესვე საქართველოსა და ლიტვას შორის ერთობლივი მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ხელი მინისტრებმა ზაზა გოროზიომ და კაზი სტარკევიუჩმა მოაწერეს. იგი ორ ქვეყანას შორის აგრარულ სექტორში მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არ არის შეთანხმება მხოლოდ ქაღალდზე, მთავარია კონკრეტული ნაბიჯები. დღევანდელ კონფერენციაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი 15 კაციანი დელეგაციით ლიტვაში დავპატიჟე, რათა ვაჩვენოთ თუ როგორ მუშაობს ლიდერ ცენტრი. ლიდერ ცენტრის სპეციალისტთა გაერთიანებაა, რომელიც ფერმერებს უწევს დახმარებას. იგი ლიტვაში ძალიან პოპულარულია. ვფიქრობ, მათი გამოცდილება თქვენთვისაც საინტერესო იქნება. კიდევ ერთი ასპექტი ჩვენი ხელშეკრულების ეკონომიკური თანამშრომლობაა. ექსპორტის სახით ჩვენ საქართველოში ლიტვური პროდუქტები შემოგვაქვს. თქვენგან კი ღვინის, ბორჯომისა და ყურძნის იმპორტს ვაწარმოებთ. ჩვენს უმნიშვნელოვანესია ლიტვასთან ხელმოწერა მემორანდუმის. ლიტვა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ბოლო პერიოდში, რომელმაც მიაღწია უდიდეს სწრაფად უდიდეს წარმატებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში და მემორანდუმით ჩვენ ლიტვა დაგვეხმარება ჩვენი სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში და ამავე დროს ევროკავშირთან იმ ჰარმონიზაციაში ჩვენი კანონმდებლობის და ჩვენი პროდუქციის შეტანაზე, რომელიც მათ ისინი ბოლო პერიოდში დაგვეხმარებიან და უფრო მეტი დახმარებას მივიღეთ ევროკავშირში ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია და ჰარმონიზაციის კანონმდებლობის. მოდელიმე თვის წინ საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა ლიტვაში, სადაც ჩატარდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმი სოფლის მეურნეობის დარგში და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, ანუ დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კიდევ ერთი ხელშეკრულება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებმა გლეხებმა, ფერმერებმა, სოფელში მცხოვრებმა ხალხმა
კიდევ ერთხელ მიიღონ ინფორმაცია და ისწავლონ ის ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, ის ევროპული ტექნოლოგიები, რაც მიცემთ საშუალებას მათთვის კუთვნილ საკუთარ მიწაზე ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღონ გაცილებით მეტი მოსავალი. ფორუმი, რომლის მიზანიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების ხელშეწყობა ერთდღიანი იყო და იგი დღესვე დასრულდა.